საღამო მშვიდობისა Open Media-ის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის წარმომადგენლის ელჩინ ამირბეკოვის განცხადებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ამირბეკოვის თქმით, რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად ისტორიული შესაძლებლობა შეიქმნა, თუმცა აზერბაიჯანის წარმომადგენელმა კვლავ გაიმეორა ბაქოს წინაპირობები, რომლებიც მისი თქმით ხელშეკრულების საბოლოოდ გაფორმებამდე უნდა შესრულდეს. ესენია სომხეთის კონსტიტუციის შეცვლა და ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მოსკოვი და ბაქო უახლოეს პარტნიორებად უნდა დარჩნენ, ხოლო მათ შორის წამოჭრილი პრობლემები კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს. პესკოვის თქმით, ორ ქვეყანას საერთო ისტორია, აწმყო და მომავალი აერთიანებს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსი დიპლომატები მუდმივ კავშირზე არიან აზერბაიჯანულ მხარესთან და მუშაობენ დაკავებული რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. მისივე ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე და გენერალური პროკურორი აზერბაიჯანელ კოლეგასთან კონტაქტზე იმყოფებიან. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა, რომელიც 20 წლის წინ ჩადენილი მკვლელობისათვის ფედერალურ ძებნაში იყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, აზერბაიჯანთან დაძაბულობის ფონზე რუსეთი სომხეთში სამხედრო წარმომადგენლობას ზრდის და აჩქარებს სომხეთის ტერიტორიაზე გიუმრიში მდებარე სამხედრო ბაზის დაკომპლექტებას. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ამბობს, რომ მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე სამხედრო და პოლიტიკური ზეწოლის გაზრდა. უწყების ცნობით, ბაზის პერსონალის დაკომპლექტება მიმდინარეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მომსახურეებიდან, რომლებიც მსახურობენ როსტოვისა და ვოლგოგრადის რეგიონებში, ასევე დროებით ოკუპირებულ ყირიმში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ქვეყნის პრინციპული პოზიციაა სომხეთის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული მესამე ქვეყნების მიერ რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებისათვის. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ განცხადებაში პირდაპირ მითითება არ არის უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელსაც სავარაუდოდ აღნიშნული განცხადება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, სომხეთი, რომელიც თავდაპირველად ეგრეთ წოდებული ზანგეზურის დერეფნის წინააღმდეგი იყო, ახლა ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხში უფრო მოქნილ მიდგომას ავლენს. ერდოღანმა, რომლის სიტყვებსაც სააგენტო ანადოლუ ავრცელებს, დერეფანს გეოპოლიტიკური რეზოლუციის ნაწილი უწოდა. ცნობისათვის, ბაქო ითხოვს ექსტერიტორიულ დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დააკავშირებს, ხოლო ერევანი თანახმაა გზების გახსნაზე, მაგრამ საკუთარი სუვერენიტეტის და იურისდიქციის შენარჩუნების პირობით. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას ერევანში გამოეხმაურნენ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა და დაადასტურა, რომ სომხეთი დაინტერესებულია რეგიონალური კომუნიკაციების გახსნით და ამ მიზნით შეიმუშავა პროექტი მშვიდობის გზაჯვარედინი, თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევნის ხედვა კვლავ ეფუძნება სუვერენიტეტის და ეროვნული იურისდიქციის პრინციპებსა და არ გულისხმობს სხვა ლოგიკას. სომხეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა კიდევ ერთხელ უარყო დერეფნის ლოგიკა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც სომხეთის მოქალაქეობაც აქვთ სომხეთის ტერიტორიაზე ქართული მართვის მოწმობით გადაადგილებისას აღარ დაჯარიმდებიან. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, რომელიც შინაგანი საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა, ქართული მართვის მოწმობა ქვეყანაში შემოსვლიდან 3 თვის განმავლობაში იქნება მოქმედი. ეროვნული ასამბლეის დამოუკიდებელი დეპუტატი შირაქ თოროსიანის განცხადებით, ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამცხე-ჯავახეთის ორმაგი მოქალაქეების მქონე მაცხოვრებლებისათვის, რომლებიც აქამდე ამ პრობლემას აწყდებოდნენ. სომხეთის წარმომადგენელმა სარქის ბეგოიანმა იტალიაში გამართულ ევროპის 20 წლამდელთა თავისუფალი სტილით ჭიდაობის ჩემპიონატზე 61 კილოგრამი წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, იტყობინება სომხეთის ჭიდაობის ფედერაცია. ფინალში ბეგოიანი რუსეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდა, ხოლო სომხეთის ნაკრების წევრმა რაზმიგ ეფრემიანმა ამავე ტურნირში აზერბაიჯანელი მოჭიდავე 3-0 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რუსეთში სომხეთის ელჩი გურგენ არსენიანი მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ვიზიტის მიზანი ამ დროისთვის უცნობია. ვიზიტს წინ უძღოდა დიპლომატიური ურთიერთობების დაძაბვა. კერძოდ 4 ივლისს სომხეთში რუსეთის ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მას საპროტესტო ნოტა გადასცეს, რომელიც ეხებოდა რუსი ოფიციალური პირებისა და ანალიტიკოსების მიერ სომხეთის საშინაო პოლიტიკურ ვითარებაზე გაკეთებულ განცხადებებს. მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარად მირზოიანმა რუს კოლეგას სერგეი ლავროვს და სხვა რუს მაღალ ჩინოსნებს სომხეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობისაკენ მოუწოდა. ეს მოწოდება თავის მხრივ მოჰყვა ლავროვის კომენტარს სომხეთის ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებულ დაპირისპირებაზე, რა დროსაც მან განაცხადა, რომ სომხურ ეკლესიაზე თავდასხმები მოსკოვში ღრმა შეშფოთებას იწვევდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სომხეთსა და დიასპორაში მოღვაწე ეპისკოპოსების და ეპარქიის წინამძღოლების განცხადებას, რომლითაც ისინი სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მოუწოდნენ გაათავისუფლონ დაკავებული მთავარეპისკოპოსები. თუ გტრიჭ ნერსისიანი, ვაზგენ გალსტანიანისა და გეორგ აჯაპაჰიანის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს, ესე იგი ის იზიარებს ზემოხსენებული პირების იდეოლოგიასა და გეგმებს სამხედრო გადატრიალების მოწყობის, ხალხის კედლებთან დახვრეტისა და ქვეყანაში ქაოსის შექმნის შესახებ. მით უმეტეს ამ შემთხვევაში, ვაღარშაპათის გაფართოებული თემის არც-ერთი ტერიტორია არ შეიძლება დახურული იყოს სამართალდამცველების საქმიანობისთვის, მით უმეტეს რომ კტრიჭისა და რამდენიმე სხვა პირის წყალობით ეს ტერიტორიები დახურული არ არის მრუშობისთვის. შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს სომეხთა და დიასპორაში მოღვაწე ეპისკოპოსებმა და ეპარქიის წინამძღოლებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის, სამվել კარაპეტიანისა და მათთან დაკავშირებული პირების დაკავება უკანონოდ შეაფასეს და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ მოუწოდეს. რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კათოლიკოსის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება, მაგრამ რა შემთხვევაში და როგორ იმართება კათოლიკოსის არჩევნები, ჩვენმა კოლეგა სიმონ ჰოვანისიანი ესაუბრა სპეციალისტებს და შეისწავლა წესი. დეტალები ნახეთ ვიდეო სიუჟეტში. ახლა ყველაფერი ერთმანეთში არეული. ვინ ზარალდება აქ? ხალხი. არ იცის სახელმწიფოს მხარეს იყოს თუ ეკლესიის. ცადეთ ჩვენი თანამოქალაქეებისგან გავიგოთ, რას ფიქრობენ სრულიად სომეხთა კათოლიკოსის რიგგარეშე არჩევნების ორგანიზების შესახებ პრემიერ-მინისტრის განზრახვაზე. სომხებს კათოლიკოსი ეყოლებათ. ძალიან გვიხარია. ხოლო ახლანდელი კათოლიკოსი, ანუ კათოლიკოსი კი არა, ბოდიში. აგენტი, თავისი საქმეებითაა დაკავებული. სახელმწიფომ თავისი საქმე აკეთოს, ეკლესიამ თავისი. არც ერთ შეუძლია მეორის საქმეებში ჩარევა და არც მეორეს. არ დავინტერესებულ ვარ. საერთოდ, მე არ მაინტერესებს. მე ჩემი ოჯახი მაინტერესებს. მაგრამ რადგან როგორც გასჩვევთ ნიკოლ ფაშინიანი ამბობდა, სომხეთი ჩემი კერაა, ხალხი ჩემი ოჯახი. პრემიერ-მინისტრი ძალიან პირდაპირ ოჯახურ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს. კათოლიკოსის რიგგარეშე არჩევნები უნდა გაიმართოს ამბობს ის. ხოლო კათოლიკოსის რიგგარეშე არჩევნები 3 შემთხვევაში იმართება. როდესაც კათოლიკოსი გარდაიცვლება, გადადგება ტახტიდან ან მას უნდობლობას გამოუცხადებენ. კათოლიკოს უნდობლობა მხოლოდ ეროვნული საეკლესიო კრება შეუძლია გამოუცხადოს. გამონაკლისი შემთხვევებია, როდესაც ეროვნულ საეკლესიო კრებას შეუძლია განიხილოს სრულიად სომეხთა კათოლიკოსების ან სომეხთა პატრიარქების შესახებ ბრალდებები, გამოძიება ან მათთან დაკავშირებული ბრალდებები. ეროვნული საეკლესიო კრების 2/3 თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხილულ იქნას კათოლიკოსის გადაყენების საკითხი. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი პარგევ ბარსეღიანი მე-7 საუკუნის ერთ შემთხვევას იხსენებს, როდესაც თავად სმბად ბადრატუნის შუამდგომლობით კათოლიკოსის მორიგ არჩევნებზე ქრისტეფორე მეორე აპაჰუნი აირჩიეს. მაგრამ 2 წლის შემდეგ კათოლიკოსისა და თავადის ურთიერთობა გაუარესდა და სმატმა კვლავ მოიწვია კრება კათოლიკოსისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად. მაგრამ ახლა უბრალოდ უნდა ახიაროთ, რომ დღევანდელმა კათოლიკოსმა საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია და დღევანდელი სასულიერო პირების უდიდესი უმრავლესობა უბრალოდ მისი ერთგულია. ისინი მის მიერ გაზრდილი კადრები არიან, მისი ხელმძღვანელობით გახდნენ ეპისკოპოსები, ვარდაპეტები, ანუ მან შექმნა სისტემა, სადაც მას ძალიან დიდ პატივს სცემენ, უყვართ და მის წინააღმდეგ არ წავლენ. შემდეგი პუნქტი კათოლიკოსის ნებაყოფლობითი გადადგომაა. მაგალითად, როგორც ეფრემ პირველი ძორაგეღეცის შემთხვევაში, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადადგა.
ეპისკოპოსებმა არ ვიცი წარმოვიდგინოთ ზოგიერთმა სასულიერო პირმა რომ ცადოს დამოუკიდებლობის გამოჩენა ან დაპირისპირება, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ, რადგან სისტემა მათ წინააღმდეგ იმუშავებს. კათოლიკოსს შეუძლია უბრალოდ განკვეთოს, გამოაცხადოს და მორჩა ის ეკლესიიდან მოკვეთილია. მას აღარანაირი ძალაუფლება და არაფერი აღარ აქვს. ხოლო დანარჩენ შემთხვევაში, როდესაც კათოლიკოსი გარდაიცვლება, ეროვნული საეკლესიო კრების კანონმდებლობის თანახმად სწორედ კრება ირჩევს ახალ სულიერ ლიდერს. კანონმდებლობის თანახმად არჩევნებში მონაწილეობენ მაღალი რანგის სასულიერო პირები. 4-4 წარმომადგენელი წმინდა ეჩმიაძინის დედატაძრის საძმოდან, კილიკიის დიდი სახლის საკათალიკოსოდან, ასევე ამდენივე იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქოებიდან. არჩევნებზე ყველა სომხური ეპარქიიდან ჩამოდიან წარმომადგენლები. იმ რეგიონებში სომხების რაოდენობა განსაზღვრავს, თუ ეპარქიიდან რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ამ დროს საეპარქიო საბჭო იკრიბება და წყვეტს. ვინ იქნებიან ეს დელეგატები, აღსანიშნავია, რომ ისინი შეიძლება იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მათი რაოდენობის შესახებ შეზღუდვა არ არსებობს. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლა გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.